ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 3. სხეულის იმპულსი გაიზარდა 4-ჯერ და გეკითხებია რამდენჯერ გაიზარდა ამ შემთხვევაში მისი სიჩქარე და კინეტიკური ენერგიაო. ხო, პირველ რიგში თუ გავითვალისწინებთ იმპულსი P ტოლი არის მასისა და სიჩქარის ნამრავლის და თუ ერთ სხეულზე ვსაუბრობთ და იმი უცვლელი არის, მაშინ იმპულსის გაზრდა შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ სიჩქარის ზრდით, ხო? თუ იმპულსი გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ სიჩქარეც 4-ჯერ უნდა გაზრდილიყო, ხო? ესე გამოგვდის, რომ V1 თუ თავიდან იყო V ტოლი, V2 ტოლი იქნება 4 V-ი. ახლა რაც შეეხება კინეტიკურ ენერგიას. კინეტიკური ენერგია თავიდან იქნებოდა E კინეტიკური პირველ შემთხვევაში M V1-ის კვადრატ ნახევარი, V1 V-ტოლია, ასეთი სახით ჩავწეროთ და მეორე შემთხვევაში რას მივიღებით? E კინეტიკური მეორე შემთხვევაში ტოლი იქნება M-ჯერ უკვე V2-ის კვადრატ ნახევარი, ხო? მაგრამ V2 4V არის, ანუ V2-ის მაგივრად ჩავწეროთ 4V. ეს ტოლი არის 4-ის კვადრატი მოგჩნევს 16-ჯერ MV კვადრატ ნახევარს. MV კვადრატ ნახევარი საწყისი კინეტიკური ენერგია არის, აი ეს აქ რაც ვიწერია, E კინეტიკური 1 არის, ხო? შესაბამისად ეს იქნება 16 E კინეტიკური 1. შესაბამისად გამოგდის, რომ საბოლოოდ დავწეროთ V2 ტოლი გამხდარა 4V-ი, ანუ 4-ჯერ გაზრდილა სიჩქარე და E კინეტიკური მეორე შემთხვევაში გაზრდის შემდეგ გავხდარა 16 E კინეტიკური 1-ის, ანუ გამოგდის, რომ სიჩქარე გაზრდილა 4-ჯერ, ხოლო კინეტიკური ენერგია 16-ჯერ. ნახოთ ახლა პასუხები. ესე იგი სიჩქარე გაიზარდა 4-ჯერ, კინეტიკური ენერგია გაიზარდა 16-ჯერ. ეს პასუხი არის E.